ახლა მინდა შემოგსწავლოთ ძალიან საინტერესო სამუშაო, ჯგუფური სამუშაო, რომელიც ძალიან მიყვარდა ხალისით ასრულებს ხოლმე. ხოთ აირჩიოთ ჯგუფის ლიდერი, ერთი წუთი ლიდერის არჩევა თქვენ ნებაზეა დამოკიდებული, არ არის პრობლემა. მე მისმინეთ ჯერ დავალება შემოგთავაზოთ. 6 წუთი გეკნებათ ბავშვებო ხანგრძლივობა, საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ამ დავალებას გაართვათ თავი. ორი ჯგუფი, პირველი და მეორე ჯგუფი იმუშავებს ქართული ენისა და ლიტერატურის დავალების მიხედვით, ანუ მე მოგცემთ დავალებას ლექსის მიხედვით, ხოლო მესამე და მეოთხე ჯგუფი იმუშავებს ლეილა მასწავლებლის მიცემული პირობის მიხედვით. ლეილა მასწავლებელო, გთხოვთ წარუდგინოთ თქვენი პირობა და მეც წარუდგენ ჩემს პირობას. კონტექსტი იქიდან კითხავს შეიძლება, იქიდან უნდა ვუპასუხოთ და ავხსნათ ეს ისტორიული ფაქტი თქვენი ლექსის მიხედვით. და თანდათან მივიდეთ იმ კითხვის საპასუხოდ, რამ განაპირობა, რომ ვაჟა-ფშაველა თამარის აი ესეთი დიდი სახე გადმოგვცა. რატომ ჩვენი გაკვეთილის მიზანიც ხომ ეს არის? ავხსნათ მიზეზი ლიტერატურაში თამარ მეფის სახის ასახვის. გავინეულო შეკითხვა. ნახეთ, მოცემული მაქვს კონტექსტი კითხვაში გადის და თანდათან ამით უნდა ვუპასუხოთ, აი ეს ავხსნათ ლიტერატურა. კარგად უნდა გაიაზრონ აი ეს პრობლემა მოცემული. კარგი, გმადლობთ. თქვენ ბავშვებო, პირველ ჯგუფს ასეთი დავალება ეძლევა ყურადღება ჩემკენ. ისინი მე თვითონ გააკეთებენ თავიანთი მასალის პრეზენტირებას, თქვენ მოусმენთ და თქვენ პირობას მოусმინეთ. თქვენი პირობა იქნება ასეთი, ჩვენ გავაკეთეთ დიაგრამა მზე, წარმოვადგინეთ, დავახასიათეთ ამ შემთხვევაში თამარმედე, დასაწყისში დავახასიათეთ ვაჟა-ფშაველა, შემდეგ ვისაუბრეთ ლექსზე. ახლა კი მინდა თქვენ დამიწეროთ პუნქტების სახით ჩამოთვალოთ და დაწეროთ თხზულებას აკითხოთ პუნქტების სახით. როგორ აისახა ისტორიული ფაქტები და მოვლენები ვაჟა-ფშაველას ლექსში? როგორ აისახა თამარისადმი დამოკიდებულებაში აი ის ისტორიული ფაქტები და რა სიტყვებით არის დახასიათებული და თავდავაცხადია რატო? ვიხდით ხომ დავალებას? თუ გააქვს პრობლემა, კიდე გავიგებთ. როგორ აისახა ისტორიული ფაქტები. ხოლო მეოთხე ჯგუფი არანაკლებ საინტერესო ლექსი წარმოდგენილია პირველ რიგში, მიმართვითი ხასიათისაა, როგორც ნახეთ. მე თქვენ გთხოვთ, გააკეთოთ პერიფრაზი, რამოდენიმე მინიმუმ 2 მონაკვეთის, 2 სტროფის პერიფრაზი გააკეთოთ, ჯერ არ დავიწყეთ მუშაობა, პირობა უნდა დავასრულოთ და მე დროში თანაბრად განაწილდეთ. და ყველა სიტყვას დააწეროთ თავზე, რომელი მეტყველების ნაწილია, ან რომელი მეტყველების ნაწილით არის გადმოცემული ვაჟას სათქმელი. ახლა დავამთავრეთ გრამატიკაში სწორედ მეტყველების ნაწილთა მორფოლოგიური განხილვა, ანალიზი. ანუ კიდევ ერთხელ აკეთებთ პერიფრაზს 2 მონაკვეთისას, ანუ პირდაპირ ნათქვამს იგივე ნათქვამად წარმოადგენთ მესამე ფილში და მეტყველების ნაწილებს აწერთ თავზე. პერიფრაზი 2 სტროფის. სამზომი ჩაითო, გაქვთ 6 წუთი ჩემო კარგებო. ის ხო შეიძლება რა თქმა უნდა. კი ბატონო. თქვენი ნება. შემდეგ წამჩინებული ტყვეები ჩააყენეთ. თამარმეფემ შეიცვალა საფუძველისა და კეთილდღეობა. შეიძლება ვისაუბროთ თქვენი ვერსიები, როგორც ვაკეთებთ ხოლმე. წარმოადგინოთ, შეთანხმდეთ და შემდეგ ჩაინიშნოთ, ჩაიწეროთ.